მოდი ბიჭებო, დალისა და ოჩოპინდრეს გაუმართოს. ვისაო, ოჩოპინდრესო? დაიჭირა. ჩემო ზურაბიჩი. მოდი ვისაც თევზაობა უყვარს და ვინც თევზაობს დღეს ყველას გაუმართოს ჩვენის თამადობით. და ამ ჭიქით კიდე დაწყებას გაუმართოს და მე შუადღის რო წაოპერედივებ, კიდე ერთი 4 საათმცლოს კიდე შევმატებ. ჩვენი ბაკუბაც გაუმართოს. უნდა გავახსოვდეს. როგორ კარგად ეს დავიწყეთ. უნდა გავახსოვდეს. ეს კარგად წასული. უზალაძე გადახარ ვიყოფებით იორზე ო დაჯდა მოდის შამაია ახლა ისო შამაია ასეთი კაი ზომა შამაია დაჭდა. თევზაობ ჭუპრით და თეთრი და წითელი ჰიბრიდული მატლით. და რატომღაც ეხლა მაჯობა თეთრმა მატლით. ცოტა დიდი ტივტივა მიყენია, ცოტა ხანში სავარაუდოდ შევცვლი. ხელს შემიშლის. ისევ ჩემი ჯოხი ჩინური რაც სახავსით მაქვს ხოლმე გუშინ წინ ხავსით ვითევზავე და იგივე მონტაჟი არც დამიშლია და წამოვედი დღეს შამაიაზე წყალი ძალიან კაია ამინდიც მშვენიერია განარჩეს ნახავთ შამაიას რაც შეეხება შემოდის გადის მოძრა სავარაუდოდ ხავსის ნემსკავები კარგად ვერ მუშაობს შამაიაზე სიამონება შამაიაზე თევზაობა. მე მეყვარს. არანაკლებად მეყვარს. როგორც ხავსაობა. ისეთი კაი ზომა შამაია. იყო ჩარტმა, მაგრამ აი კიდევ ჩარტმა და დაჭდები რაღაც. დარი? ო.
ჩვენი ძმა ჯაბელა. ჩვენ ზირთად ერთად ნადირობთ, ერთად ვთევზაობთ. კითხვები რო არ დამისვათ. ამდენ თევზს რას უშვებიო? დავკავშირებ და აი ჩვენი სამეგობრო და საზღვარკაცო შემდეგ გებრიელად ვირთმევთ. და შორის ვინც თევზაობთ ხოლმე შემიძლია ერთი კაი რაღაც ირჩიოთ, ასე სადავეები რო აიხლარდება და კვანძი რო გაკეთდება, რო გეზარებათ პავადოკების შეცვლა, სადავეების შეცვლა და მსკავის წვერი ჩაარჭე დაბანტურში და ეგრევე ხსნის. არა, ჩემი რჩევა იქნება, რომ შეხედავთ უკვე რა ცოტა ზედმეტად არის კვანძი აკენოთ ახალი სადავე და ეგრეც მოვიქცევი ახლა ამის გამოხსნას არ დავიწყებ თანძველი სადავეა ავაკენებთ ან კარგნებს გავს რევშტოვებით დროებით დავაკენე ახალი სადავეები, ერთი არის დაახლოებით 20 სანტიმეტრი და 20 სანტიმეტრიანს დავაკენებ ჰიბრიდულ მატლს აპარიშს. მეორე არის დაახლოებით 80 სანტიმეტრი 1 მეტრამდე. და ამ გზელ სადავეზე დავაკენებ ჭუქს. ჭუქს რაც შეეხება არის ისინი და რაც შეეხება არის აი ასეთ რაღაცაში ასე გახსნი და შეგნიცის ასეთი მატლი ასე დაიჭერთ ჩამოვაცმევთ და всё ზათარი წავიდა რიბალკა წავიდა გუგუნი დინარაზე თევზაობა არ ვიცი, გასასწაულია. ყველაფერი ამ სილამაზეში, ამ ლამაზმუნებაში აი ტახტი საიდან მოხდა, არ ვიცი. დინარეში ტახტი რატო უნდა ჩააგდო? ნაგავში გადაგდება თუ გეზარება სოფელში ცეცხლი მაინც მოუგიდა და დაწვი. შეკაი ადამიანი. წეგარო ჩამოვდიოდით. გზაზე ვიღაცას ჰქონდა ნაჭამი ხაჭაპურები და რაღაცეები და სალფეტკები და ეგეთი რაღაცეები ეგრე კარგატოვებული იყო. ეს მოვლენებს ყავდაგნად სკაიებინათ. სუდია ხოლმე. და ვიღაცა რო წამოხალთ ამნაირ ლამაზ ადგილას რო ისიამოვნებთ რო გაისწორებთ და ნაგავს დაყრით ხვალდაზე შვილებთან ერთად რომ მოვალმე და თქვენი ნაგავი დაგხვდებათ. რა ვიცი, როგორ უნდა გესიამოვნებს.
იყო დარტყმა. ოპა. გამიჭირე. ახლა მაინც ჩავსვათ ჩოგანში. შენი ესო. კარგი. წავიდა გოგონი. ოკი. გაუჩერე შეჭი. აი просто გაუჩერე, აბა და დაელოდე. არის ცოტა კი აჰაჯაბე რო გეუბნები დამიჭერე ნახე რა კაი ზომა დაჭდა კიდე მურწაა მე მგონი ვარანაირად პატარა მოციქულა არა ჭუპრი მაინც თავის გასაკეთებელს აკეთებს რა ხო დაინახე რა კაი რა ლამაზი ის მომენტია იდე მურწა ბიჭო. სიო ახლა მურწები წამოაკრის და კაი ცოცხალი გვექნება. Секунду. Ух. შორშანახა მაგარი ჩაბუჩქული იყო და გავაპრიალეთ ჩვენ. არა, ეს აგიოლია. დაწი? აგიოლია, ხოსტელია მისცი. ხო. დავიდა გოგონიუსი. ესე დაიჭირე შეჩემ 100. და აღარ შეგეშლება ხელი და აღარც. საღამოს კლოუზე დუპლი მაინც დავსვი. სამწუხაროდ GoPro დამიჯდა და ტელეფონით მიწევს გადაღება. წყალი ძალიან აივრა, ძალიან.
და წავიდა გუგუნი. აი ნახე რა ხელა. ეს ის დღევანდელი იური.